ბატონებო და ქალბატონებო, ბატონო პრეზიდენტო, Mr. Trump. მე მინდა ძალიან დიდი სიხარულით აღვნიშნო, რომ დღეს ჩვენ გვაქვს ჩვენი პროექტის პრეზენტაცია, ბათუმი Trump Tower-ის პრეზენტაცია და ორი სიტყვით გეტყვით, რომ რა იდეა ქონდა ჩვენ Silk Road Groups, როდესაც დავიწყეთ ამ პროექტზე მუშაობა, ჩვენ გვინდოდა რომ აქ გაგვეკეთებინა ნიუ-იორკული დიდი შენობა, მოგვეტანა ნიუ-იორკული სული აი ამ ადგილას და ასე ვთქვათ ბათუმი გაგვემდიდრებინა ესეთი წარმოდგენით. და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ვინ შეიძლება ყოფილიყო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ვიფიქრეთ, გადავწყვიტეთ, რომ ეს არის დონალდ ტრამპი. მაშინ იყო ეს ცოტა უცნაური, ესე ვთქვათ, ბევრს არ ჯეროდა და ჩვენ მინდა დიდი სიამაყით და დიდი სიხარულით თქვა, რომ ეს მოხდა, ეს კაცი ჩვენთან ერთად არის ჩემი პარტნიორი, არის საქართველოს პარტნიორი და დღეს ჩვენ ვდგავართ ერთად და ვაკეთებთ ამ პროექტის პრეზენტაციას. ჩვენ გქონდა სასტუმროში სტუმრებისთვის პრეზენტაცია, აქ იმყოფებიან ინვესტორები, იმყოფებიან ჩვენი პარტნიორები და მე მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ეს არაფერი არ მოხდებოდა თუ არა ბატონი მიხეილ სააკაშვილის ესე ვთქვათ ძლიერი მოქმედებით, დიდი ხედვით და ეს პროექტი გაკეთდება. ჩვენ დავიწყებთ ამას დაახლოებით 1 წლის განმავლობაში და ჩვენ ერთად გავაკეთებთ ამ პროექტს და ეს იქნება ბათუმის სიმბოლო და ეს იქნება საქართველოს სიმბოლო. ძალიან დიდი მადლობა. მართლაც დიდი მოვლენაა, რომ ჩვენ ვიწყებთ Silk Road ჯგუფი და ტრამპი ერთად იწყებენ ამ დიდი პროექტის განხორციელებას. უკვე წლის ბოლომდე ძირითადად სამუშაო მოსამზადებელი იქნება დასრულებული და გადავალთ მე მშენებლობის აქტიურ სტადიაზე, მაგრამ როგორ იცვლება აქაურობა მთლიანად. აქ წინ იქნება მათი იახტ კლუბი, იმისი ცოტა უკან Royal Caribbean აშენებს მსოფლიოს უდიდესი საკრუიზო კომპანია თავის ახალ პორტს. პირველად შავ ზღვაზე იქნება პორტი ბათუმში და იქნება საქართველოში, არცაც სხვაგან შავ ზღვაზე Royal Caribbean არ შესულა ჯერჯერობით. აქ შენდება რამდენიმე 50 სართულიანი შენობა და ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც არ აქვს დიდი ბუნებრივი რესურსები, ნავთობი და გაზი. ის ქვეყნები აშენებენ როგორც წესი ასეთ რაღაცებს. რა არის საქართველოს ფენომენი, რომ ამ პატარა ქვეყანაში, რომელიც არის ამდენ გეოპოლიტიკურად რთულ რეგიონში, ამდენად რთულ რეგიონში, შენდება ეს სასწაული, ეს საოცრება 21 საუკუნის და ჩამოდიან ასეთი სახელები და ამაზე უფრო დიდი სახელები სოფლიოში ამ სფეროში ნამდვილად არ არსებობს, როგორც დონალდ ტრამპია. მე ვფიქრობ, ჩვენი მთავარი რესურსი არის ჩვენი ხალხი, ბათუმის მთავარი რესურსი არის ბათუმელები და აჭარის საზოგადოება. ჩვენი მთავარი რესურსი არის ის, რომ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ IFC-მ ახლახან ჩაატარა გამოკითხვა. 75% ქართველი ბიზნესმენების არის კმაყოფილი საინვესტიციო კლიმატით. რამდენიმე პროცენტი არის უკმაყოფილო. ეს არის ძალიან მაღალი ციფრი, ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ციფრი, მაგრამ მთავარი ციფრი იყო აქ, რომ მხოლოდ 0.1% ქონია შეხება რამე სახის კორუფციასთან. ეს იყო 99% ზუსტად 7-8 წლის წინ. აი ეს არის თავარი ცვლილება, რაც მოხდა საქართველოში. საქართველოში არის მთავრობა, რომელიც ეხმარება ბიზნესს, რომელიც ქმნის ყველასთვის თანაბარ პირობებს. საქართველოში არის მთავრობა, რომელიც ბიძაშვილი და მამიდაშვილი კი არ არის ბიზნესმენი და ძმისშვილი და დისშვილი. არამედ მთლიანად საზოგადოებას ეძლევა შანსი. საქართველოში არის კანონები, რომელიც იცავს ყველას და საქართველოს აქვს სახელი, რომელიც მიუხედავად ყველა მცდელობისა გარეშე ძალების, რომ ეს სახელი ამ სახელს ძირი გამოუთხარონ, კაშკაშა ვარსკვლავი ხდება მთელი რეგიონისთვის განვითარების და